სპილოები საკმაოდ რბილად ადგამენ ფეხს მიწაზე. ფეხის თითების ქვეშ აქვთ ცხიმის გროვა, რომელიც ბალიშის მოვალეობას ასრულებს. ეს სპილოსთვის შექმნილი ამორტიზაციული სისტემაა. ფეხის თითების ქვეშ მოთავსებული ეს ცხიმების ბალიშები სპილოს ფეხის მიწიდან ადვილად აწევაშიც ეხმარება. ამის გამო მძიმე წონის მიუხედავად სპილოს ადვილად შეუძლია გადალახოს საკმაოდ გრძელი მანძილი. ფიზიკური კანონების მიხედვით, ქალი ჩვეულებრივი ქუსლიანი ფეხსაცმლით მიწაზე უფრო მეტი წნევით აწვება, ვიდრე სპილო თავისი ერთი ფეხით. ევოლუციის თეორიის მიხედვით, ცოცხალი არსებები თანდათან განვითარდნენ და მიაღწიეს თანამედროვე უნაკლო აგებულებას. ასე რომ ყოფილიყო ამ უზარმაზარ არსებებს, რომ თავიდანვე არ ქონოდათ ფეხზე ცხიმის ბალიშები, სიარულს ვერ შეძლებდნენ და გაჩენიდან უმოკლეს ხანში შიმშილისა და წყურვილის გამო დაიღუპებოდნენ. ასეთი რამ კი როგორც ვიცით არ მომხდარა. ეს კი გამჩენი ღმერთის უნაკლო ხელოვნებაზე მიგვანიშნებს. უხმო ურთიერთკავშირი. თანამედროვე საზოგადოებაში ურთიერთობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჯგუფურად მცხოვრები სპილოებიც უნიკალური სისტემის წყალობით შესანიშნავ ურთიერთკავშირს ამყარებენ. მეცნიერებმა დიდი ხნის მანძილზე იკვლიეს სპილოების ურთიერთკავშირის სისტემა. გამოკვლევებით დადგინდა, რომ სპილოები ურთიერთკავშირს ამყარებენ ინფრახმოვანი ბგერების საშუალებით, რომელიც ადამიანის სმენისთვის მიუწვდომელია. სპილოებს შეუძლიათ 4 კილომეტრის მანძილზე მიაწვინონ ერთმანეთს ხმა ინფრახმოვანი ბგერების საშუალებით. ეს მათი განსხვავებული ენაა. ამჟამად გამოკვლეულია 30-მდე ცოცხალი სიგნალი, რომლებსაც სპილოები გამოსცემენ. ინფრაბგერა ვულკანის ამოფრქვევის მსგავსად ბუნებრივი მოვლენების შედეგად დიდი მასების გადაადგილებას მოჰყვება თან. ეს ისეთი სახის ხმა, რომელიც უნდა იგრძნო, ვიდრე გაიგონო. ინფრაბგერა ძალიან ძლიერია, მაგრამ დაბალი სიხშირე აქვს. ადამიანს მისი გაგონება მხოლოდ სპეციალური მოწყობილობით შეუძლია. ადრე ეგონათ, რომ ასეთი ხმის გაგონება მხოლოდ წყლის ყველაზე დიდ არსებას ვეშაპს შეეძლო. მაგრამ უკვე ვიცით, რომ სპილოებიც მისი საშუალებით ახერხებენ ერთმანეთთან საუბარს. მეცნიერების აზრით,
იმფრაბგერის საშუალებით სპილოებს შეუძლიათ ხელსაყრელი ამინდის პირობებში 10 კილომეტრის მანძილზეც გააგონონ ერთმანეთს. ეს კი წარმოქმნის საკავშირო ბადეს ძალიან დიდ მანძილზე. ეს განსაკუთრებული ურთიერთკავშირის საშუალება ღმერთმა სპილოებს უბოძა. იმფრაბგერის ნამდვილი ძალა მისი შორს გადაცემისთვისებაა. იმფრაბგერის ძალა ძალიან გრძელია და შეუძლია შორ მანძილზე წასვლა. ამის საშუალებით სპილოებს შეუძლიათ ადვილად გაუწიონ კოორდინირება რამდენიმე კილომეტრის ფართობზე გაფანტულ ჯოგს. სპილოს საფრთხის შემთხვევაში აქვს დამატებითი ურთიერთკავშირის საშუალება. მაგალითად, მარტო რქასთან შეხვედრისას საფრთხეს ფეხების მიწაზე ძლიერი დარტყმით ამცნობს სხვებს. ამრიგად საფრთხე თავიდანვე იქნება აცილებული. დედამიწის ყველა არსების ყველა ის თვისება, რაც გააჩნიათ, აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ ისინი ღმერთმა გააჩინა. ეს ჭეშმარიტება ყურანის ერთ-ერთ თავში ასია გადმოცემული. და თქვენს შექმნაში და იმაში, რაც ალლაჰს მიმოუფანტავს ცხოველთაგან, სასწაულებია ხალხისთვის, რომელსაც მტკიცე დასწავს. ყველა ახალი თვისება, რასაც სპილოში აღმოვაჩენთ, იგივე ჭეშმარიტებას გვიჩვენებს. ყოველი არსება ხმელეთის უდიდესი ცხოველიც თავისი უნიკალური თვისებებით ყოვლის შემოქმედმა დიადმა ღმერთმა შექმნა.